მოგესალმებით, მე გახლავართ პატიმარი გიორგი გივისე-კანდელაკის დედა. გიორგი გივისე-კანდელაკი. გიორგი საშილსიხდიდა ნომერ 6 დაწესებულებაში. არის ციხის ცნობილ ფაქტებთან დაკავშირებით დაზარალებულად ცნობილი. დასახიჩრებული აქვს სხეული, მას მოტეხილი აქვს 6 ნეკნი, მარცხენა ხელის მტევანი, დაზიანებული აქვს თავის ქალა არმატურის ცემის ფაქტთან დაკავშირებით და ამის გამო მას აქვს თავის ქალაზე შეშუპება, რის გამოც მას სჭირდება ძლიერი ტკივილ გამაყუჩებლები. 2014 წლის 12 აპრილს გიორგი გადაყვანილი იქნა გლდანის ნომერ 6 დაწესებულებაში. კარანტინში ყოფნის დროს, როდესაც მას ძლიერი თავის ტკივილის შეტევები ჰქონდა, მოითხოვა ტკივილ გამაყუჩებელი წამალი. არ მომაწოდეს, რამდენიმეჯერ მოითხოვა, რის გამოც გაუსაძლისი ტკივილების შემდგომ მან მიიყენა თვითდაზიანება. ამაზე მოხდა უკურეაგირება ნაცვლად იმისა, რომ პატიმარს დახმარებოდნენ და მისთვის წამალი მიეწოდებინათ, ან საერთოდ ყურადღება მიექცია, ან ექიმის შესულიყო, გაიყვანეს მომსახურებმა ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, გადაიყვანეს იგი იმიდან, რა ქვია, ცალკე სადღაც კამერაში, სადაც სასტიკად გაუსწორდნენ და ფიზიკურად ცემეს. ეს არ მოხდა მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერ, ერთ ღამეში ის გადაყვანილი იქნა 4ჯერ და 4ჯერვე სასტიკად გაუსწორდნენ. ამჟამად შესული იყო სახალხო დამცველის თანამშრომლები, ადვოკატები, რომელთაც დაადასტურეს ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ფიზიკურად მე ჩემი შვილი არ მინახია, მაგრამ ასეთ ფაქტებს ჰქონდა ადგილი იმ ხელისუფლების დროსაც, ადგილი აქვს ეხლაც და მე ვფიქრობ, რომ ეს მოხდა არა მხოლოდ იმის გამო, რომ მან წამალი მოითხოვა, არამედ იმის გამო, რომ მან დააფიქსირა ნომერ 6-ში და ასევე მერვე დაწესებულებაში ის თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ წინა ხელისუფლების პირობებში, მის წამებაში და ცემაში. გარდა ამისა, მას ჰქონდა პრეტენზია იმისი, რომ ციხის ადმინისტრაციასა და სხვა პატიმრებს შორის არის აქვს ადგილი უკანონო გარიგებებს, რისი მსხვერპლიც მერე შემდგომში ჩვეულებრივი პატიმრები ხდებიან. ეს განვაცხადე და ჩემი განცხადება შეტანილია სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის გენერალურ ინსპექციაში, ნაცვლად იმისა, რომ ამას მოყოლოდა სხვა რეაგირება და სხვა რეაქცია, მივიღე უკუშედეგი. მე ვფიქრობ, რომ აქ მოხდა მის მიმართ ანგარიშწორება, არა მარტო იმიტომ, რომ წამალი მოითხოვა, არამედ იმიტომ, რომ იქ ძალიან ბევრ ფაქტებთან დაკავშირებით ჩვენ ვამხელდით სასჯელ აღსრულების თანამშრომლებს, რომ ისინი შედიოდნენ უკანონო გარიგებაში პატიმრებთან და ციხეში, ანუ ნომერ 6-ში დაწესებულებაში იმ პერიოდისთვის, როდესაც მე ვითხოვდი და ჩემი შვილით, რომ სხვა დაწესებულებაში გადაეყვანათ ჩემი შვილი, ადგილი ჰქონდა კანონის დარღვევას ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან. ანუ მათ აქვთ ციხეში ტელეფონები, ამ ტელეფონებით ისინი მანიპულირებენ, გადააქვთ და პატიმრებს ალაპარაკებენ მეორე პატიმართან და ციხეში ხდება თამაში. ანუ და მე მინდა საქვეყნოდ განვაცხადო, რომ ყველა მშობელს, ვინც ასეთივე მსხვერპლია როგორც მე, ვთხოვ, რომ ხმა ამოვიღოთ, იმიტომ რომ არ ამგონია, რომ რომელიმე ოჯახს ჰქონდეს იმდენი საშუალება, რომ გარეთ როგორც მე გამიჭირდა და არ მაქვს საშუალება, რომ თავისი შვილის და მის მსგავსი უმსგავსო საქციელების გამო ფული აბაროს, ანუ ეგრეთ წოდებული თავანი, რასაც ქვია. მე მინდა მივმართო უფლებადამცველებს, მინდა მივმართო
განსაკუთრებით პარლამენტში იურიდიულ კომიტეტს და ეკაბესელიას, რომ მოინახულოს გლდანის მერვე დაწესებულებაში ამჟამად ჩემი შვილი, რომელიც არის სასტიკად ნაცემი, რომელსაც აქვს გამოფატრული მუცელი და ექიმი არ შესულა და თხოვ საზოგადოებას, რომ დამიდექით გვერდში, რომ ასეთი ფაქტების მსხვერპლი თქვენი შვილებიც არ გახდნენ. უმორჩილესად გთხოვთ, ვისაც კი ხელგეწიფებათ, მე გვერდში დამიდგა უჩანანოაშვილი თავისი სამსახურით, ვთხოვ პროკურატურას დაინტერესდეს ამ ფაქტით, რადგანაც ამას ხმამაღლა ვაცხადებ და სატელევიზიო გამოსვლით ვაცხადებ, შეტანილი აქვს სახალხო დამცველის ოფისის მოთხოვნა პროკურატურაში და წერილი გაგზავნილი მასალებთან ერთად, რომ აღძრან სისხლის სამართლებრივი საქმე, მოვითხოვ, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, დამნაშავე პირები დაისაჯონ სასტიკად და ჩატარდეს ექსპერტიზა, ჩაუტაროს პროკურატურამ უმოკლეს ვადებში ჩემ შვილს, რადგანაც თუ მე ალტერნატიულ ექსპერტიზას ჩავატარებ, ამ შემთხვევაში უნდა შევათანხმო სასჯელ აღსრულების დეპარტამენტთან და ეჭვი მაქვს და საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი ამას გამიჭიანურებენ დროში და სანამ მას აქვს ეს ცემის კვალი, მანამდე ვთხოვ პროკურატურას, რომ სასწრაფოდ აღძრას სისხლის სამართლის საქმე და დანიშნოს ექსპერტიზა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ასევე მოვითხოვ, რომ მას ჩაუტარდეს ფსიქიატრული ექსპერტიზა, ვინაიდან გიორგი კანდელაკის აქვს ასევე ფსიქიური პრობლემები ცემის ფაქტებიდან გამომდინარე და არის სუიციდისადმი მიდრეკილი. მას რამდენიმეჯერ ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა და მე არ ვარ ის დედა, რომელიც მის შვილს რომ მოკლავენ, ან რომ მოაკვლევინებენ თავს, ან თავისი თავს მოიკლავს, მანამდე არ ვიბრძოლო იმ საფუძვლებზე და იმის აღმოფხვრაზე, რომ არ მივიღო ფატალური შედეგი. დიდი მადლობა. წინა ხელისუფლების ძველი დაზიანებების გამო აქვს თავის ქალაზე შეშუპებები, აქვს 6 ნეკნი ჩატეხილი და მარცხენა მკლავი მოტეხილი. ესე იგი, ტკივილ გამაყუჩებლებს აძლევდნენ მე-6-ში, მაგრამ მე დავაზუსტე, რომ მერვეზე რომ გადაიყვანეს და კარანტინში ყოფნის დროს, მან ძლიერი ტკივილის დროს მოითხოვა წამალი და წამლის მაგივრად გადაიყვანეს და 4-ჯერ გაიყვანეს იმ საკნიდან, სადაც კარანტინის ისინი არიან პატიმრები და 4-ჯერ ისე მცემესო, რომ მე ტელეფონით დამიკავშირდა მეორე დღეს, ისე მცემესო, რომ საერთოდ არც კი ვფიქრობდი, რომ არ ქონდათ მიზნად, რომ მე მოვეკრა. ანუ ვიფიქრეო, რომ კლავენ და ამის შემდეგ მე შენ ვერასდროს ვერ გნახავდი და ვერ დაგიკავშირდებოდი. ასეთი გიორგი არის ამჟამად 27 წლის. სასჯელსიხდის უკვე მე-6 წელია. მე არ ვიცი რითი თამაშობენ, ეს ასეთ ინფორმაცია თვითონ ეს რა სახის თამაშს ატარებენ, ეს არ ვიცი, მაგრამ მე ის ვიცი, რომ მე სადღაცა 2 თვის წინ 1200 ლარი თავანი მე ჩავაბარე. ვიღაცა წრიპა გოგოს მერიის წინ, აშკარად საზოგადოების წინ შემხვდა და 1200 ლარი მიუტანა. ეს ვიცი ნამდვილად და იქ უნდა შევხედროდი და მიმეცა ფული. ეხლა ჩემთვის არავის არ დაუკონკრეტებია, რატო უნდა მიმეცა ფული. ეს ადვილი გასაგებია და მისახვედრი არის ის, რომ ეს იყო წაგებული ფული და უნდა ჩამებარებინა. და მე ის ჩავაბარე. ეს ინფორმაცია ზუსტად ჩემმა შვილმა მითხრა და ამიტომ წავედი გენინსპექციაში, დავწერე განცხადება. შემდგომ უსაფრთხოების სამსახურის უფროს შევხვდი ჯაბა რა გვარია დამავიწყდა ახლა ხო შევხვდი უსაფრთხოების უფროს დეპარტამენტში, რომელიც დამპირდა, რომ ჩემ შვილს თმის ბეწვიც არ ჩამოუვარდებოდა. თმის ბეწვი კი არა, სასიკვდილოდ გაიმეტეს და ამ წუთშიც ისეთ არ ვიცი რა მდგომარეობა, იმიტომ რომ გლდანის ციხიდან მხოლოდ თვეში 3-ჯერ დარეკვის უფლება აქვს პატიმარს. ესეც მისი უფლებების ძალიან უხეში დარღვევა. გლდანში მერვეში
სახალხო დამცველი შევიდა ორშაბათს, მათ აქვთ უკვე გამოტანილი გამოკითხვის ოქმები და მასალები შეადგინეს და გადააგზავნეს პროკურატურაში. დღეს ასევე შესულია ჩემი შვილის ადვოკატი, რომელიც ითხოვს ექიმის ცნობას ამ დაზიანებებთან დაკავშირებით, იმ ექიმისა, რომელიც საერთოდ არ შესულა და არც უნახია ჩემი შვილი. მიუხედავად იმისა, რომ სისხლდენა აქვს და მუცელში ძალიან დიდი ღრმა ჭრილობება აქვს მიყენებული. ნაცემია თავის ქალაში და ნაცემია მთელ სხეულზე. ფიზიკურად არ ვიცი რით იცემეს, მაგრამ 10 კაცმა მცემაო, ესე იგი ჭრილობა თვით დაზიანება მიიყენა მუცლის არეში, ხოლო თავის არეში, როგორც ადვოკატმა მითხრა, აქვს დაზიანებები და აშკარად ეთყობა, რომელიც ცემის ბლაგვისაგნის ცემისგან არის მიყენებული. რაც შეეხება ამ კონკრეტული ცემის ფაქტს, ამაში მონაწილეობას იღებდა თვითონ ციხის ზედამხედველობის უფროსი, რომელიც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ჩემი შვილის ცემასთან დაკავშირებით. მე ვარ მთვარისა ნავერიანი. გიპასუხებთ იმდენ, კიდევ დავაკონკრეტო, რომ ეს არ გეგონოთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ გიორგი კანდელაკს შეემთხვა, არის პატიმარი გიორგი ოგანეზოვი, რომელიც მერვე დაწესებულებაში სასტიკად ცემეს და სწორედ იმიტომ ცემეს, რომ ამოიცნო ძველი მისი მწამებლები და იგი ამჟამად გადაყვანილია მეშვიდე იზოლატორში და ისიც ასევე აპროტესტებს და შეტანილი აქვს მასაც პროკურატურაში საჩივარი და ეს ერთი ფაქტი არ არის, არის სხვა ფაქტებიც კიდე ამ ცემის ფაქტებთან დაკავშირებით, მაგრამ არიან ის ადამიანები, რატომღაც ამას ტოვებენ კონფიდენციალურად და ძალიან ცუდსაც შვებიან, რომ ისინი არ ახმოვანებენ იმას, რომ მე ვფიქრობ, რომ მაქვს ასეთი პროტესტის გრძნობა, თუ იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი მიიღებს იმ საწამებელ საგნებს კიდევ და იმ კანონს, რითიც სასჯელო აღსრულების თანამშრომლებს უფლება ეძლევათ, რომ გამოიყენონ როგორც ლეტალური იარაღი, ასეთვე წიწაკის გაზი და ასე შემდეგ, მე ვფიქრობ, რომ ხელფეხს და ფრთას გაშლის სასჯელო აღსრულების დაწესებულების თანამშრომლები და უფრო მეტ მწამებლებად გადაიქცევიან და ამას დაარქმევენ კანონიერ წამებას. მე ვფიქრობ, რომ ციხეებში წამება დღესაც არის, ამიტომ თხოვ იმ კომპეტენტურ ორგანოებს, რომ აღკვეთონ ეს დაუყოვნებლივ, თუ არა და მე და ჩემნაირები გამოვალთ ქუჩაში და როგორც დაემხო სააკაშვილის რეჟიმი, დავამხობთ ამ რეჟიმსაც. ბატონო 109-ს ოჯახში სახლში შემოუვარდნენ ორი პიროვნება, სასტიკად უცემეს ძმა, ისა თავისი მამიდაშვილი და მამა და სხვანაირად რო ვერ მოერია, გაისროლა თოფი და სამწუხარო შედეგის წინაშე აღმოჩნდით. ასე რომ თვითონ არც ვინმეს შევარდნია, არც ვინმესთან უყაჩაღია, დამნაშავეა რა თქმა უნდა, მაგრამ არა იმ ფარგლებში, რა დიდი სასჯელიც მიუსაჯეს და ყველა მისი შიმშილობა, ყველა მისი პროტესტი მიზანმიმართულია იმისკენ, რომ მისი განაჩენი გადაიხედოს, ვინაიდან გვაქვს მტკიცებულებები, არის მასალებში სამედიცინო ექსპერტიზა, ფსიქიატრულ-ფსიქოლოგიური, რომ ის იმყოფებოდა აფექტურ მდგომარეობაში და არის აფექტური პიროვნება. მაგრამ დღეის მდგომარეობით, დღეის პერიოდში ამისი სურვილი და კეთილინება ვერ გამოხატა ხელისუფლებამ, სწორედ ეს იყო მიზეზი მათი ხელისუფლებაში მოსვლის და სწორედ რომ ეხლაც მოვითხოვ, რომ მისი განაჩენი გადაიხედოს, ვინაიდან არ ამგონია ვინმეს ოჯახში შემოუვარდნენ, შეურაცხყოფა მიაყენონ, ღირსება შეულახონ, ფიზიკურად გაუსწორდნენ და მათ ამის გამო არ აღეძრას პროტესტის გრძნობა და ადამიანი ჩავარდა აფექტურ მდგომარეობაში, მე მოვითხოვ იმ სამართლიან განაჩენს იმ ფარგლებში, რაც შემსრულს ეკუთვნის. 22 წელი მიუსაჯეს. მოხდილი აქვს 5 წელიწადი, სამწუხაროდ სასამართლომ ამინისტიის პირობებშიც დააკლო, ანუ ნაკლები სასჯელი მოაკლო და იქიდანაც რაღაც დააკლო და შეკრებითობითაც ძალიან ცოტა მოაკლდა და
ისევ დარჩა 9 წელიწად ნახევარი.